პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი შვილი ზვია ცეცხლაძე და ყველა ის პირი, ვინც აქ წარმოდგენილია, არიან პოლიტიკური პატიმრები, ისჯებიან იმისათვის, რომ უყვართ სამშობლო, იბრძვიან სამშობლოს თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის. ყველა ამ ადამიანმა დაინახა საფრთხე, რომ ჩვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის ჯურღმულებში, ნაცვლად ევროპის განათებულ საზოგადოებაში. შესაბამისად, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბავშვები, უფრო ძირითადად ბავშვები არიან, აჯანყდნენ მოთხოვნით, რომ ქვეყანა გადავიდეს ლეგიტიმურ რელსებზე და ევროკავშირის გზას არასწრებს. ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ არაფერი არ დაუშავებიათ, მათი მოქმედება იყო სრულად კანონთან შესაბამისობაში, როცა გამხეცებული, გავეშებული სპეცნაზი გესხმის თავს და გიმეტებს სასიკვდილოდ, ყველას აქვს უფლება მოგერიების. ესენი სულ ყველა მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდნენ და თავს იცავდნენ, თავიანთ სიცოცხლეს იცავდნენ ამ გავეშებული მხეცებისაგან. შესაბამისად, ყველა საქმე არის აბსოლუტურად შეკერილი, აბსოლუტურად უკანონო და პოლიტიკური სარჩულით დღევანდელი პროკურატურა აპირებს ამ ბავშვების გასამართლებას და მრავალწლიან ციხეში გაშვებას. მოუწოდებ პროკურატურას შეწყვიტოს ეს დევნა, პოლიტიკური დევნა ბავშვების, პოლიტიკური დევნა ახალგაზრდების, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, გამოუშვას ციხიდან ეს ადამიანები, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებას. კომუნიკაცია ტელეფონით, შეხვედრა არ ქონია და თვითონ ამბობს, როგორია მისი განწყობა? მისი განწყობა არის ამაღლებული, პრობლემა არ აქვს ჯანმრთელობისაც და არის კარგად, ხნეთ არის, არ არის ჩავარდნილი დარჩში და ვაივუში არ აქვს პრობლემა და პროკურატურას მივმართავდა მოსამართლებს, რომ იმ ბავშვების თვალებში დაინახონ მათი შვილების სურვილიც. მარტო ჩემი შვილი მისთვის არ ბრძოლობს, მათ შვილებზეც ბრძოლობს და აი ის იფიქრონ, რომ იქ მათი შვილები არიან და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. მარტო სხვის შვილებს ნუ ფიქრობენ, საკუთარი შვილიც იფიქრონ. და ეს ისე მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, საკუთარ გულში ჩაიხედონ და სიმართლე დაინახონ.